დილამშვიდობის მოგესალმებით. მივემართებით მანგლისის დაცული ტერიტორიებისაკენ. სამწუხაროდ მარლენი ვერ მიმშვენებს მხარს, იმიტომ რომ საპატიო მიზეზი აქვს ქალაქში დარჩა და თავისი საქმე აქვს. ამჯერად მარტო მივდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად. მანქანაში მყავს ბატონი ბესარიონი, ბატონი კახა და მეგობარო შემახსენი სახელი? ბეკა. ჩვენი ბეკა. გავიგეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ რომ თურმე გარემოს დაცვის ველური ბუნების სააგენტოს აქვს მანგლისის დაცულ ტერიტორიებში ვოლიერი, სადაც ამრავლებენ ირმებს. რა თქმა უნდა, ძალიან გვესიამოვნა ეს ინფორმაცია და როდესაც მესოურებს ვთხოვე რომ თუ შეიძლება ირმები შეგვახედეთ თქო, ახლოდან თქო, უარი არ გითხრეს. პლუს კიდევ დავაზუსტეთ რომ თურმე ატარა ხელის შევლება ყოფილა საჭირო ვოლიერისთვის და ვთხოვეთ რომ ჩავთეთ ჩვენც ამ გაგზაქმეში რამე თუ მონადირეები მარტო ნადირობაზე არ ვართ ორიენტირებული და გვინდა რომ საქართველოსთვის და ქვეყნისთვის რაც კარგი კეთდება ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ. ამიტომ სიმბოლურად თითო კაცი, ორი კაცი ჩვენი კლუბებიდან მე და ბაბუ წამოვედით აგერ ლეგიონიდან იბერიის წარმომადგენლები არიან, კლუბი ნადირობას წარმომადგენელი არის. ჩვენი სამეგობრო რამოდენიმე ადამიანი გავერთიანდით და გადავწყვეტეთ რომ ჩავიდეთ და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ამ კარგ საქმეში. ეხლა მივემართებით მანგლისისკენ, ცოტა ხანში გადავეკვეთებით ბატონ გიორგის და ბატონ რეზოს და შემოგთავაზებთ განვითარებას მოვლენებისას. დარჩით ჩვენთან, ვიყურეთ და იმოგზაურეთ საქართველოში. გადანაწილებული გვაქვს ჩვენი საქმე. ნაწილი აი დავათრევთ ამ ავტობუსებს და აგვაქვს მთელ პერიმეტრზე 4 კილომეტრი არის დასაფარი ყოველ 12 მეტრში ერთხელ. ნაწილი ბიჭების ღობის იქით ამ ხარეს არის და დამაგრებას ხელმძღვანელობს, ნაწილი აწევას ამ ავტობუსებისას და დაჭირვას. საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ ავტობუსები ძალიან ბასრია და ხელთათმანებში ატანს შესაბამისად ხის კაპებით უწევს ბიჭებს მუშაობა რა. ნელ-ნელა რაღაცებს ვიზავთ. ძალა ხომ ერთობაში. ვითომ არაფერი არა და დამღლელი არის. წონაც კარგი აქვს და აღმართით არ არის პატარა. შრომამ შექმნა ადამიანი. ბიჭები რომლებიც ამ მართულებს შლიან, მომარაგებას საჭიროებენ. მე და ლევანიკოს უფროსბიც აგვაქვს, მაგრამ ეხლა ნახე ვეხმარებით ერთმანეთს და აი ესენი უნდა დავაცალსალკევოთ, იმიტომ რომ მძიმე შეკვრებათ არის ძალიან. უნდა გავუკეთოთ ხების ამოსაბმელი, იმიტომ რომ ძალიან ყველაფერს გრიჭავს რა, ხელთათმას კანს და ნელ-ნელა ესე ავდივართ. შეგრათ შეგრულები არის პრინციპში ესენი კარგად არის შეგრული ამათგან განსხვავებით აი ამათმა გვაწვალეს ნახე ოფანფალავებული იყო ძალიან მოშვებულები და იძულებულები გავხდით რომ ცოტა მოგვეჭიმა იმიტომ რომ ძალიან რო იხსნება ვერა ყვა ირმები ქურბულა ირმები
საშვილიშვილო საქმეში შეგვაქვს ჩვენი წვლილი. და ბაბულიკ რა ხედი გადაგვეშალა დაგვაჯილდოვა ბუნებამ. ვახ ბიჭო. აქ უნდა გააკეთო გადასახები. ბაბუ აქ რაღაცა პატარა ფაცხასავით რა. გეხვეწები ჩერქედე. საღამო ჟამს უკვე ნელ-ნელა ვამთავრებთ ბიჭები მუშაობას. მე და ბესო ცოტა ადრე წამოვედით. საპატიო მიზეზი გვაქვს. წვადი გვაქვს შესაწვავი შრომელებისათვის. ამიტომ ვალმოხtildeები ბრუნდებით ახლა მანქანებთან. კიდევ ერთხელ მინდა რომ შეგახედოთ. ესეთი რამ გავაკეთეთ. ხო ხედავთ, ორმაგი დაცვა აქვს, აი ძალიან მახარებს. პირველი ღობე არის დენის ღობე ელექტრო. რომ ნადირი როგორც კი შეეხება აღარ ექნება სურვილი რომ გადმოვიდეს, თუ ვინიცობა რამე ჩეპე მოხდა და მაინც შეძლო ამ ღობის გადმოლახვა, მე უკვე სერიოზული წინაღობა დახვდება წინ. მე რომ მკითხო ძალიან ნამუსიანად და კარგად არის გაკეთებული. ვერც ნადირი და ვერც ბრაკონიერი აქ ვერ შემოაღწევს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ჩამოვედით ისევ ალგეთის ტყეპარკში ვართ. წინაზე ვიყავით და ვეხმარეთ ბიჭებს, ეხლაც იგივე სისტემა არის, ცოტა მეტი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ რაღაც ჩეპეები გაიჩიტათ ბიჭებზე, ამიტომ ცოტა შევიწროვებული დაჯგუფება გახლავართ. მონადირეების ჩვენი გამომწერები შეგვეხმიანენ, აგერის კარგი კაცი. და ბიჭები კიდე გზაში არის ერთი მანქანა და გახსოვთ რომ ზემოთა მხარე გაკეთდა, აი ეს ზემოთა მხარე ღობის. ეხლა ვაკეთებთ შუა წელს და ქვემოთა მხარეს რა. წესით და რიგით ჩვენ მცირე წვრილს შევიტანთ ამ კარგ საქმეში. ეხლა პატარა შესვენება გვაქვს, ბიჭებმა ნაწილი უკვე ავიტანეთ. ეხლა ჭრიან ვიაზანი მავთულს, იმისთვის რომ რაც ავიტანეთ ის დავამაგროთ, ცოტა ხანი შევისვენებთ და ველოდებით კიდე ბიჭები უნდა შემოგვიერთდნენ წუთი წუთზე დამრტყმელი ძალა. ძალიან გამიხარდა შენი აქ ნახვა. ჩვენი მაყურებელი ამ კარგ კაცს იცნობს, შოთა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს საქართველოს სიხტიო ფაუნის განვითარებისათვის და ზოგადადაც კარგი ადამიანი არის. და ყოველთვის მიხარია შენი ნახვა კიდე ერთხელ. კარგად შეთქეთ. ეხლა ხარ შოთიკო ნახეთ და თქვი კიდეც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რა. ძალიან მახარებს საზოგადოების ჩართულობა ამ ამბავში, იმიტომ რომ ვინც გაიგო ყური მოკრა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ დაგვიკავშირდა, ძალიან ბევრი ადამიანი უკავშირდება ველური ბუნების სააგენტოს და გამოხატავენ თვითონ სურვილს და ინიციატივას, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ამ კარგ საქმეში და რა ვქნა, მიხარია. მოვედით ისევ თედო მოგვება უკან და პაპინა ჩვენი მეგობრები ბიჭები გაქაფულ შრომაში არიან.
გამონათქვამი ხომ გაგიგიათ რომ უტვინო თავისაგან ფეხები ბრალი არა. ხონდა ჩვენზე არის ეგ ნათქვამი რა აგვიხსნა გიომ რა როგორ ანაირად რაღაცა მისკომუნიკაცია მოხდა მარტივად რო ვთქვათ და იმაზე დაბლა გავაკეთეთ მთელი ზოლი ვიდრე საჭირო იყო. ნაწილი ეხა ბაბუ და ერთი ბრიგადი აგრძელებენ ჩვეულებრივად უკვე გამოსწორებული ვარიანტით და ჩვენ სადამსჯელო რაზმი ვართ და ვისჯით თავს. ვაკეთებთ, ვასწორებთ ჩვენს გაფუჭებას. ეგ არაფერი ბაბუ რა მიხარია იცი რომ მაღალი ზოლი რო გავაკეთეთ პირველ ჩამოსვლაზე და ეს მხარე შუა და ქვემო ზოლით თავიდან ბოლომდე შეგვიძლია სიამაყით თქვათ რომ ჩვენი წვლილი შეტანილი გვაქვს მაგაში პატარა ადრესს დაიძახებენ ამბავს უკეთესი პატარა ადრესი სამსახურში თუ არ ვნახავ ოფისში პოსტს მოხალისებს და შარვალ კასტომით არ გამოვარდები და უკეთესი აწი ვეცდებით რომ უფრო დაგეგმილად გაგაგებინოთ ხოლმე ამ აქტივობების შესახებ. ყველას მადლობა, ვისაც გინდოდა და ვერ წამოხვედით, მებო, მიყვარხართ. აი, ესეთი რამე გავაკეთეთ, შეიძლება ესთეტიურად არ ბწყინავს და არ არის გასწორებული იმაში, რა ქვია. არში, მაგრამ თავის საქმეს ტანკს გააჩერებს. ფუნქციონალურად ტანკს გააჩერებს ბატონებო. რაც დასაცავია, იმას დაიცავს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, რომ გვიყურებდით, მე მგონი მართლა ძალიან სასარგებლო საქმე გაკეთდა და საინტერესო არის რომ და საგულისხმო რომ ჩართულობა არის ძალიან მაღალი ჩვენი გამომწერების ჩვენი მეგობრების და ღმერთმა ქნას რომ ყოველთვის ესე იყოს და ყოველთვის კარგ საქმეში ხელი მოგვემართოს როგორც ჩემი ბაბულიკა ამბობს ძალა ერთობაშია თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება ბატონო რეზო, მე როგორც ხვდები ეს უკვე დასკვნითი ეტაპია, ხო? ხო, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპის დასრულებაა, იმიტომ რომ ეხლა შემოვიყვანეთ ორი ხარიდემი, ახალგაზრდა ხარიდემი, როგორც იცით, ერთვის უკან იყო გაშვებული 7 ფურიდემი, რომელმაც ადაპტაცია ბრწყინვალედ გაიარეს. სულ მალე მყირალობა დაიწყება. ნუ რა ვავიწყებ, ეს არის საშენი, ასე რომ უკვე გაზაფხულის მიწურულს ველოდებით პირველ შედეგს. თავისუფლებაში, თითქმის თავისუფლებაში დაბადებულ
ირმის ბიჟინებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კამერაზეც მოხდება, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ძალიან დიდი რაოდენობით კამერები არის აღჭურვილი ტერიტორიაზე. არის როგორც ეგრეთ წოდებული ლაივ კამერები, ასევე ფოტოხაფანგები. საერთოდ ინტერნეტია შემოყვანილი, პრაქტიკულად ყველაფერს ვაკონტროლებთ და ალბათ პირველები გავიგებთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მშობლების მერე. ძალიან სასიამოვნო არის. ვის ვემადლიერებით, ვისი ორგანიზებით ხდება ეს ამბავი? ნუ ესე იგი, რო არ ყოფილიყო ზოოპარკი, ვერ გაკეთდებოდა. რა თქმა უნდა, ზოოლოგიის პროფესორ ბატონ ზურაბ გურელიძეს, რომელიც არის ზოოპარკის დირექტორი, მან მოაგროვა სწორედ ეს პოპულაცია და მისი მას ეკუთვნის პირველი მადლობა. შემდეგ უკვე ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, რომელმაც შეარჩია ტერიტორია, სადაც იქნებოდა ბუნებრივად წყალი, ყველაზე ცუდ გვალვაში, სადაც არის როგორც სამხრეთის ისე ჩრდილოეთის ფერდობები, სუბალპური მდელოები, თავშესაფრად ტყეები, ასევე როგორც სამხრეთ ფერდობზე ისე ჩრდილოეთ ფერდობზე, ანუ იდეალური ადგილი მოგროვდა, ორი ბუნებრივი წყაროა, რომელიც არ შეიძლება როგორც თქვი და არ ვიცი, საუკეთესო პირობებში უნდა იგრძნონ ირმებმა თავი და მიზანი არის ბევრი ირემი და მიზანი არის ჯერ გავუშვათ ირმები ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე, მერე უკვე შემდეგი ნამატი სხვაგან და სხვაგან. ძალიან სასიხარულოა. მადლობა დიდი. ბატონო ზურაბ, ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიული ასე ვთქვათ, მომენტის მომსწრე გავხდით რა. რამხელა შრომა არის ჩადებული, წარმომიდგენია, მაგრამ იქნებ 1-2 სიტყვით. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს არის თქვათ ირმის რეინტროდუქციის პირველი მცდელობა საქართველოში და ამიტომ შეიძლება თქვა ეს არის ტყვეობაში დაბადებული ინდივიდების ბუნებაში დაბრუნების პირველი მცდელობა. ნუ ამას დაჭირდა დაახლოებით პირველი ნაშიერი მივიღეთ 2015 წელს 11 წლის წინ. 11 წელი დაჭირდა, რომ უკვე შესაძლებელი ყოფილიყო, რომ თქვათ გარკვეული რაოდენობის იმ რაოდენობამდე მისულიყო ირმების რაოდენობა, უკვე შესაძლებელი იყო მათი ბუნებაში დაბრუნებას, რომ ეს ძალიან შრომატევადი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. და როგორც ხვდები, არანაკლებ ხარჯიანი საქმეა. რა თქმა უნდა, ხარჯიანიც არის და კიდევ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება ყველაფერს, რომ აქ კიდევ ერთლიანად აღდგეს ეს ყველაფერი. ნუ როგორც წესი განადგურება გაცილებით უფრო სწრაფად და მარტივად ხდება, ვიდრე მარის შემდეგ აღდგენა. ძალიან დიდი მადლობა. გოგა, მე როგორც ხვდები, ამით მორჩა ჩვენი გადაცემა ფაქტიურად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებელიც კმაყოფილია. კი ბატონო. იმიტომ რომ არაჩვეულებრივი რამ ვაჩვენეთ. ესეთი რამ საქართველოში როდის მოხდა ბოლოს მე მაგალითად ვერ ვიხსენებ. მე ამდენად ჩემთვის ცნობილია საერთოდ პირველი შემთხვევა იყო. შეიძლება მანამდე ჩვენს წინაპრებს გაკეთებული აქვს ესეთი კარგი საქმე და მივესალმები და ტაჟ დაუკრავ, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ყოველ შემთხვევაში არ არის. ერთი შემილია გითხრა რომ მოხარული ვარ რომ შენც ამ ადგილზე ხარ, იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელს ახსოვს კი არა და ხედავს რომ ისე მოგვიწია მე და შენ ცალსაკვები მუშაობთ, დღეს შეიტანა შენი წვლილი ამ დიდ საქმეში და მინდა კიდევ ერთხელ შენთან ერთად მთელ საქართველოს მიულოცო ეს კარგი ამბავი. მეგობრებო, არი ბრაკონიეროთ. ინადირეთ ყოველთვის ყველა წესის დაცვით და ასე ვფიქრობ ჩვენ შევძლებთ და გადავარჩევთ ჩვენს დედაბუნებას. გამოიწერეთ არხი. ჩვენთან ერთად იყავით. ვიყურეთ.